You gonna miss me? Yes. გამოვედი პარკს არ ვიყარე პირველად ცხოვრებაში მიმივარ ესეთი პატარა ჩამოდნით დუტი ფრიც კი დაკეტილია ყველაფერი დაკეტილია და ვერაფრით ვერ ვერცობე მოვედით მაიამიში. ეხლა მივდივარ მეორე გეითისკენ, სადაც ჩემი მეგობრების თვითმფრინავი უწდება და იქნა დავეყო. Oh yeah. მოვედით სასტუმროში. საერთოდ ჩეკინს აკეთებენ, ყავას ვიყიდით. ესეთი ოთახი გვაქვს. მე-18 სართულზე ვართ. Making. I'm gonna make a martini. Oh. Wow. A professional. Cheers. It's okay. ეს კარია და წყალში არ ჩახვიდეთ ესე მითხრეს, მაგრამ ეხლა ჩავყოფ. Oh my god, that's cold. I'm so happy. I want to be there too. Listen. ხლა მოვედით ოთახში, ვიბანავეთ. დაახლოებით 2 საათში გვაქვს დინერის ჯავშანი და მქონდა დავისვენებთ ცოტას. ცოტა დავიწვი და თან ძალიან არათანაბრად დავიწვი, იმიტომ რომ SPF-ს რომ ვისმევდი, როგორც ჩანს, კარგად არ გადავანაწილე და წამყარეს უფრო დამწვარი ვარ და აქთან ყელსაბამი მეკეთა და მაგის ისიც დამეტყვა, მაგრამ არა უშავს ჩაჭდება დროთა განმავლობაში ალბათ. დღეს ძალიან შუა დღეზე გავედით, იმიტომ რომ როგორც ჩამოვედით ეგრევე გავვარდით მოკლედ პლაჟზე და თან ძალიან კარი იყო და ქოლგები არ იყო, იმიტომ რომ კარში რისკია მოკლედ და მოგვიწია მზეში წოლა ძალიან დიდი ხანი. მაგრამ ხვალ წესით აუცთან მოვასწრებთ ადგილის დაკავებას, სადაც უფრო ჭრილიც არის და შედარებით უფრო გავითანამ. დღეს მივდივართ იტალიურ რესტორანში, ძალიან კარგიაო და ვნახოთ. ჩემი ყველაზე საყვარელი ნაწილი არის ესეთი ტრიპების პლაჟი და სამხარ და ემზადები დინერზე წასასვლელად და მგონია რომ ძალიან სახალისოა და თანაც მეგობრები ვართ ერთად ემზადებით და ვარჩევთ აუთფიტებს და მაკიაჟს და ამ შემდეგ მოკლედ ძალიან სახალისოა და ძალიან ბედნიერი ვარ. Very long hair for my wedding and then I chop it all off. And I dyed it blonde. Oh, I would love to see that. I feel like you look amazing at this. I don't not know. really now because like I think my natural hair is cool. Okay.
quello italiano. No, in realtà quello mi è piaciuta la cultura irlandese. Thank you. Yeah. Agreed. We're coming back. Also, you're gonna have your paparazzi. What's the paparazzi? We start off with some coffee, guys, on the very fingers. My favorite part. That's the good stuff. ახლა მოვედი ოთახში, იმიტომ რომ 2 საათზე მაქვს კოლი ერთ-ერთ კომპანიასთან, სამწუხაროდ სხვა დროს ვერ გადავწია და მოკლედ მიწევს რომ მაიამიდან დავრეკო, მაგრამ ნუ რას ვიზავთ, ცოტა მოვწესრიგდი, იმიტომ რომ საშილად დამწვარი ვარ გუშინდელის მერე და შედარებით ისეთ ნასწვარი ჩავიცი რომ არ გამოჩნდეს. საღამოს მივდივართ სტეიკ რესტორანში და შედარებით უფრო ფენსი ადგილი არის და ამიტომ უფრო უნდა გამოვიბრანჭო ვიდრე გუშინ. წითელი გაბიჩაცმას ვაპირებ. გუშინ საოცარი დინერი იყო. აქ დავწერ ლოკაცია, სადაც ვიყავით და თუ მე იმში მოხვდებით აუცილებლად წადით. ის პასტა, რომელიც მევჭა პარმეზანში რომ გააკეთეს, მოკლედ საოცრად გემრიელი იყო. მართლა თვითონ პასტაც ხელით მომზადებული იყო და соусის ძალიან გემრიელი ჰქონდა და ასევე ტირამისუც ადგილზე გააკეთეს ჩვენს თვალწინ, როგორც ნახეს და საოცრად გემრიელი იყო. უბრალოდ გუშინ იმდენად დაღლილები ვიყავით, იმიტომ რომ 3 საათზე ავდექი მე და ისინი 4-ზე და უძინრები და მოკლედ თან ახალ სიტუაციაში და ახალ გარემოში ცოტა აკლიმატიზაციაც გაგვიჭირდა და ძალიან დაღლილები ვიყავით, ამიტომ ეგრევე წამოვედით სახლში დინერის შემდეგ, დაახლოებით 11 საათი იყო უკვე ლოგინში ვიყავით და მალევე დამეძინა. ხამედივართ გასასეირნებლად ლანჩზე South Beach-ის არეაზე და უნდა დავთვალიეროთ რაღაცები. ჩვენი მეგობრების ნაწილის სპაში წავიდა და ჩვენ გადავწყვეტოთ რომ გაგვესეირნა ცოტა. სენდვიჩები ვიყიდოთ ხა, დავუშვებით და მე გავისაირნებთ და გადავთვალიერებინებ თქვენს როგორი არის მაიამის ტურისტული უბანი. Yeah. Like what? Otherwise, I think I would have gotten like very lazy and probably just like nap or something. Same. I would have been like, we That was should my try plan. this. Yeah. But I really don't want to nap because I think Sassy. Like now it's kind of empty because it's also the lake, but at night you walk like single file just doing that, right? Like how back here. it smells like pot. So this is Versace's mansion, South Beach. There you go. დავისაინოთ ცოტა და ხელბრუნდებით საუბარს არც თქოს კიდე რა. ცოტა დავისვანებ და მე გავამზადებით დინერისთვის. ძალიან კაი ამინდია.
მოიყურება ჩემი დღევანდელი აუთფიტი. მართალია ჩემი გავისფერი ვარ თითქმის, იმიტომ რომ ძალიან მომწორი ვარ, მაგრამ მაინც მომწონს ეს პომა და ახალია ჟივენშის. არის და ძალიან უმასი ფერია. Then over there, also, you don't see any of them, but usually they're big cruise ships. They all probably left, but usually there's. I'm sorry. Amazing. And there is a reason behind it. It's not because I don't. Just in case, as a piece of advice. Fair enough. Fair enough. We're gonna start with hungry steak and. Okay. Cheers to the hottest bitches I know. Yes. Love that. Alright, so spend ეს ცივა ცოტა ქარია და თან ტემპერატურით დაბალი არის დაახლოებით 24 გრადუსამდე. ალა დღეს მაქსიმუმ ალბათ ახლა არის 20 და ვდივობ რომ გავწვე. ეს პირველი საათი ხდება, ალბათ ავალ ოთხში. უკეთესად აქვს დამწყობა. ხალხო საღამოა. 5 საათია, 7-ზე გვაქვს დინერი. უკვე მომზადე, იმიტომ რომ ვანავე და პარემ მაგების გავიკეთე და თმაც. ხავზივა რაიონზე. საფარელი კოქტეილი მაქვს, რომელიც ჩემი მეგობარმა გააკეთა და ძალიან გემრიელია. და კბები ხედით. ჩვენ სასტუმროს ვია in Iraq და კარგი სასტუმრო ნამდვილად. ეს მივდივართ სვის პროდუქტების რესტორანში, რომელიც დავჯავშნით ალბათ ძალიან დიდი ხნის წინ, 1-3 კვირის წინ მაინც, იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდა ძალიან პოპულარულია და ძალიან კარგი უნდა იყოს წესით. და ნახოთ როგორ მოგვიწონება გუშინდელი დინერის საოცრება იყო მართლა. დღეს ვიცმევ შავკაბას, რომ ვერ გადავწყვიტა, რომელს ვიცმევ, ერთი არის მინი და მეორე არის მიდი სიგრძის. უფრო რაღაც მინისკენ ვიხრები, თუმცა ნახოთ როგორც ვაჩვენებ და ერთად გადავწყვიტავთ. ძალიან კაი გამოცდილება არის, როცა რამდენიმე გოგო ერთად ხართ ოთახში, იმიტომ რომ ძალიან მეხმარებიან ხოლმე აუთფიტების არჩევაში და თან ფოტოების გადაღებაშიც. საღამოს წასვლამდე კიდევ ერთ ფოტოსესიას მოვეწყობთ, გუშინ ვიპოზიორეთ ცოტა. და მოკლედ თუ გაინტერესებთ მაიამის ფოტოები და ასევე სტორები, რომელსაც ალბათ უფრო ხშირად ვიღებ ხოლმე ვიდრე ფოტოებს, აუცილებლად გამოვყავით Instagram-ზე, იმიტომ რომ highlights გავაკეთებ მაიამის, ასევე რეკომენდაციები შეგიძლიათ ნახოთ რესტორნების და ადგილების, რომლებიც უნდა მოინახულოთ. ჩვენი ტრიპი რეალურად არის უფრო მეტად დასასვენებელი და სარელაქსაციო, ამიტომ დიდად გართობის და კლუბებში სიარულით თავს არ ვიკლავთ, იმიტომ რომ მე ისეც არ მიყვარს ეგეთი აქტივობები და არც ჩემს მეგობრებს არ უყვართ და მოკლედ იდეალური სიტუაცია გვაქვს. Oh, wow. Okay, so how do you do you look online for clothes or do you actually go in? Because I don't know what to do. That
both jumbos tonight. Platter for 2 right here. Oh my god, what did we do? Alright, someone's gonna have to send me home in a coffin. I'm scared of you too. I'm like, where do we begin? Yes! It's so good, holy shit. Really? Is it? It's not as slimy as I would have expected. შემდეგი გაჩერება. London. You're right, mate. Oh my god. Y'all make some noise giving up for London in the house. I've never been to London. Okay, so we're still on the same page. Okay. Here we go. I love it. Okay. They gonna beat you. MC for tonight. Give it up all the way from Houston, Texas. Give it. Yeah, no, she's awake, but she's still in bed. I thought she was still sleeping. No. Apparently, coffee and a დღეს გადავწყვეტეს, რომ სხვაგან წავსულიყავით საუზმეს, იმიტომ რომ ჩვენი სისტემა საუზმესზე დიდად არ გავფიქრდით და მოკლედ წავედით კაფეში, ახლა მოვედით და უკვე ოთახში წყალი უნდა ჩამოვიტანა და მე დავწვევით ლუჯის მისაღებად. დღეს ფაქტიურად ბოლოს სრული დღე გვაქვს, ხვალ საღამოს მივყინავს და cups. The fries. Yum. Girl dinner. დღეს მივდივართ წვრილ რესტორანში. What's going on? So many. მოვედი ოთახში, ცოტას დავისვენებთ და წავალთ მერე უკვე ალბათ აეროპორტისკენ. ჯერ კი ადრეა, მაგრამ სანამ მოვწესრიგდებით, სანამ ჩავალაგებთ და ასე შემდეგ. ახლა ჩავიცვი, ჩავალაგე. მოკლედ ნელ-ნელა ვემზადები წასასვლელად. ახლა მოვედი აეროპორტში, 1 საათია ჩასხდო მანდე და წყალი უნდა ვიყიდო და რაღაც ვიქებ. ძალიან მომენატრა ნიკა და ძალიან საკმარისი იყო ეს 4 დღე მოვიდოდ, იმისა რომ ძალიან კაი იყო და ძალიან გავერთა. უკვე მინდა სახში დავბრუნება და ძალიან მიხარია მოკლედ. ნიკა დამხტება აეროპორტში. ჩავდივარ დაახლოებით 10 საათის სწორადმასის 11 წუთებსა და ჩავდივარ ნევარკის აეროპორტში. სახლში
და მოკლედ წასული რომ ვიყავი, მოვიდა ჩემი ამანათი, რომელიც გამოვიწერე ინდიაში მაიამის ტრიპისთვის დასაცმელები, მაგრამ ძალიან დააგვიანდა და მოვიდა უშინ წინ და მოკლედ ვერაფერს წაღება ვერ მოვახერხე და ვიფიქრე რომ ერთად განვუვითოთ და განახებთ რა გამოვიწერე და როგორ მომეწონება. გამოვიწერე შეინიშნა ყველაფერი, იმიტომ რომ მინდოდა რომ მაქსიმალურად ბიუჯეტურად მეშოპინგა. და ვნახოთ მოკლედ 4 ნივთი გამოვიწერე სულ. პირველი არის ეს კაბა, რომელიც არის დაახლოებით მიდის სიგრძის და არ ვიცი ხედავთ თუ არა რაღაცნაირი ნაჭერია. წინა ვიდეოში ვახსენე რომ ცხოველის პრინტი ძალიან პოპულარული არის წელს თქო და ვიფიქრე რომ რაღაც ესეც ვიყიდე, თუმცა ფოტოზე სხვანაირი ჩანდა ეს პრინტი და დიდად არ მომწონს. მაგრამ მაინც გავისინჯავ და განახებთ. ეს გამოიყურება ჩაცმული. სხვათა შორის ვიდეოში ხოლმე ამაზე ჩანს ვიდრე სიმბოლიშია. მგონი ისეთია. ცუდი არ არის, თუმცა დიდად ახლოვანებულიც არ ვარ, იმიტომ რომ მოვიდნენ ცოტა სხვანაირი მქონდა პრინტის და ცოტა ყვითელში გადადის ეს ნაწილები, რაც არ მომწონს, მაგრამ შეიძლება მაინც დავიტოვო და ჩავიცვა ხოლმე. თუ ლინკები და გაინტერესებთ რომელიმე ნივთის რომელსაც განახებთ დღეს, დამწერთ კომენტარებში და გამოგიგზავნით. ესეთია მოკლედ პირველი კაბა. შემდეგი არის თეთრი კაბა, ზოგადად თეთრი ძალიან მიყვარს და ლუჩზე განსაკუთრებულად და მაგიტომაც გადავწყვიტე რომ თეთრი კაბა გამომეწერა. ესეთია. ესე გამოიყურება და უკან ზურგი აქვს ამოღებული, არის მოკლე და იკვრება აქ კისერზე და ეს ძალიან მომწონს. თუმცა ჩაცმული ვნახოთ როგორ ივარგებს. მოიყურება მეორე კაბა. რა თქმა უნდა ცოტა შეკერილი პროფესიონალურად არ არის, თუმცა შეიძლება რაღაცნაირად ამის გამოყვანა ეს კისერი. ეს შაიფი შეიძლება რომ სხვადასხვანაირად გაიკეთოთ, მაგალითად შეიკრეთ და უკან იყოს. ან ესე გააკეთოთ. ან ესე. საბოლოო ჯამში მომწონს, ცუდი არ არის. ზურგი აქვს ცოტა უცნობი, აი ამ ეს ადგილი მასაირად დგას, თუმცა არ უშავს. ამ კაბას ვფიქრობ რომ დავიტოვებ. ნახოთ. შემდეგი არის ასევე თეთრი ოღონდ ზედა. ამზადის მსგავსი ვნახე ზარაში და ვიფიქრე რომ გამოვიწერდი უფრო იაფად, მაგრამ ანუ ისეთი გამჭვირვალეა, თან თეთრია, რომ წარმოუდგენელია როგორ შეიძლება რომ ეს ჩავიცვა, თუმცა ნახოთ იქნებ რამე მოვიფიქრო თუ არა და დავუბრუნებ სავარაუდოდ. ესე გამოიყურება ეს ზედა. ნამდვილად გამჭვირვალეა, საკმაოდ, თუმცა რაღაც მოხერხება მგონია რომ მაინც შეიძლება მაგალითად მისაწევებელი სილიკონის რიფის ჩაცმა წესით უშველის ამ ამბავს ისევ. ეს ყველაზე მეტად მომეწონა, რაც გამოვიწერე მათ შორის. არის ესეთი შოკოლადისფერი, ძალიან ლამაზი ისეთი შოკოლადისფერი კაბა. მიდის სიგრძის არის წესით, თუმცა ჩემი სიმაღლისთვის უფრო მეტად მაქსი გამოვიდა. ესეთი ყელი აქვს და ამოღებული ზურგი. განახებთ ამასაც ჩაცმულს. ეს არის შემდეგი. ეს კაბა ყველაზე მეტად მომწონს. მგონია რომ დგომა სხვებს და ბევრად ლამაზი აქვს. რასაც არის კაბებს მაგონებს და სავარაუდოდ მაგის მიხედვით არის შექმნილი, მაგრამ მაინც ყელი ძალიან ლამაზი აქვს და უკანაც მომწონს და ამ კაბას ყველა ვარიანტში დავიტოვებ. ხარისხი ნაჭრის, რა თქმა უნდა, გაუცრება არ არის. თუმცა მაინც ჩაიცმევა. მედია რომ მოგეწონათ დღევანდელი ვლოგი და გაერთოთ ჩემთან ერთად. ძალიან კარგი ტრიპი იყო, ძალიან ვისიამოვნე და დავბრუნდი მოკლედ აღდგენილი ძალებით, რომ გავაგრძელო სწავლა-განათლება და ასევე ვიდეოების გადაღებაც. ამიტომ არ დაგავიწყდეთ, რომ დაალაიქოთ და დააკომენტაროთ ეს ვიდეო და ასევე გამოიწეროთ ჩემი არხი. ძალიან ცოტა მაკლია 1000 subscriber-ამდე და მოკლედ ერთი სული მაქვს, როდესაც დგება ეს დღე. იმედია მოგეწონათ. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურეთ და შეხვედრამდე.